მაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მაშარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები ეს რა არის? კატამ SMS-ი მოგწერა, გახსენი? ეს ვინ არის? და ენას რატომ მიყობს? ბებია, სმაილია. სიტყვების მაგივრად იყენებენ, შეხედე? კატამ მოგწერა, რომ კარგ ხასიათზეა. კიდევ ენა გამოგიყო. ვუპასუხოთ? აუცილებლად. აბა, სად არის აქ ეს სმაილები? მაგრამ ბებია ენას რატომ მიყობ? შენ რატომ მიყობ ენას? მან პირველმა დაიწყო. ახლა აღარც დავრეკავ, აღარც დავწერ, სმაილებს დავხატავ. ჰა, მართლა. საგზაო სამსახურს ეს დიდი ხნის წინ უნდა აეღო. აი ასე, წვეთავს უნდა შეკეთდეს. აი ასე. უნდა შეიღებოს, ხე უნდა მოირწყას. ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს სმაილები. ცხელა ტბაზე წავიდეთ ტურბოზავრებო, წინ! ადი მოუაროთ. შეჩერდით, აიცადეთ. ეს რა არის? რაღაც ნახატებია ქვებზე. გუშინაკ არაფერი არ ყოფილა? იქნებ წერილია. წერილში კი წერია, რომ მიწა უნდა გავთხაროთ და ქვები გადავაადგილოთ? ო, რა იყო? იქნებ ვინმეს უნდა, რომ ეს ქვები ამოვთხაროთ და გზიდან მოვაშოროთ. ეგ ვინმე ვინ არის? აი მისი ხელმოწერა, გატეხილი ჰანტელია. ალბათ ვიღაც ძალოსანია. ფიქრობს, რომ ამ ქვების ამოთხრას ვერ შევძლებთ. და შევძლებთ? კი, შევძლებთ. ჩაუშვი? ასია. ახლა სადმე უნდა დავაწყოთ? იქნებ ტბაზე წავიღოთ. ამ ქვებიდან გადმოვხტები ხოლმე. მეც. ისე წერილია და საიდუმლო ნახატები. ნიჩბიანი კაცია. უნდა გავთხაროთ? ამას ცოცხი უჭირავს? იქით უნდა წავიდეთ. შემომხედეთ, ახლა მე ბაღე ვარ. შეჩერდი, ფესვები, მიწაში მეორე მხრიდან ჩადე. ზად არის. დავამთავრეთ. არ უნდა მორწყათ? ახლავე. აი ასე. ყველა დავალება შესრულებულია, სასარგებლო ნიშნები ყოფილა. ბებიამ ნახატი გამოგზავნა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ უნდა გავამარგლოთ. და ხელმოწერა 2 ბალი.
კარგი გატეხილი ჰანტელი, ბალი, იქნებ სათვალე. აი თურმე ვინდა ხატა ნიშნები. და ჩვენ არ გვეკუთვნოდა. სხვისი სამუშაო შევასრულეთ. ეს რა არის? დეკორაციებია? საწასულ ხართ, პეჭა. დინოზავრები? კარგი, ვნახოთ. ბავშვებო, გთხოვთ სტეპან პეტროვიჩთან გაიქეცით და გკითხეთ, დახმარება ხომ არ სჭირდება. დილიდან რაღაცას ხერხავს, რაღაცას აჭედებს. კარგი ბებია, ვკითხავთ. ой, რას აკეთებთ? ძველ გამოუსადეგარ ფარდულს ვშლი. ცოტაღა დამრჩა. თუ გინდა დაგეხმარებით. გმადლობთ. ფიცრების მილაგებაში დამეხმარეთ. ესეც ასე. მის ადგილას ყვავილების დარგვა შეიძლება. მართლა, ახლა რაღაცას გაჩვენებთ. ეს პატარა სახლია. ხის სახლი ჩიტებისთვის. რა მაგარია? ამის გაკეთება და ხეზე დამაგრება კარგი საქმეა. ჩიტებს გადარჩენაში ეხმარება. საოცარია. მერე კი ადამიანებს მხოლოდ ჩიტების დანახვა კი არა, მათი გალობაც აბედნიერებს. რა საინტერესოა? თქვენმა ბებიამ რომ ჩაის დასალევად დამპატიჟა. კარგი, ფიცრებს მერე მივალაგებ. ამას კი თქვენ გჩუქნით, სადაც გინდათ იქ დაკიდეთ. დიდი მადლობა. სტეპან პეტროვიჩ, არინარვეულოდ ფიცრებს ჩვენ თვითონ მივალაგებთ. მოდი ტურბოზავრებს ვაჩვენოთ. ფიცრებს რა ვუყოთ? დაუბრუნდებით და მივალაგებთ საღამომ და ბევრი დრო გვაქვს. საფოსტო ყუთი. ეს სახლია. სახლი ჩიტებისთვის. შესანიშნავი სახლია. მეც ხომ თითქმის ჩიტი ვარ. მეც მინდა სახლი. მოდი მართლა ავუშენოთ ძერს სახლი. შესანიშნავი იდეაა. რისგან ავაშენოთ? რატომღაც აქ აგურებს ვერ ვხედავ? აგურებს ვერ დაგბერდებით. აი ფიცრები კი გვაქვს. ოღონ უნდა წამოვიღოთ. სტეპან პეტროვიჩის სახლთან დევს. ტურბოზავრებო, წინ. რა კარგი კადრი გააფუჭე. მე გავაფუჭე კადრი. გააფუჭე? მე ვთქვი გოლომაზე მეთქი. ფარდულის ადგილას სტეპან პეტროვიჩს ყვავილების დარგვა უნდოდა. ეს ადვილია. მაგარია. დო, არ მიმატოვო. ბოლომდე ასე ვიაროთ. ტურბოზავრებო, წინ. ტრაკ ცოტა ფრთხილად. შენ ხომ მეკობრისთვის აშენებ სახლს?
თქვა ასეთ სახლებს ჩიტებს იმიტომ უშენებენ რომ თავიანთი სიმღერით ყველა გააბედნიერონა. მე ისედაც ვაბედნიერებ ყველას, მაგრამ სიმღერა ჯერ არ მიცდია. ზერ, შეწყვიტე. რა იყო? საერთოდ არ მოგეწონა ბულ? ჯობია გუგუ დაიძახო, გუგულივით. ამისთვის სიმღერის ნიჭი საჭირო არ არის. გოგო. 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 ბავშვებო, რა ყოჩაღები ხართ? გოგო. 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 საოცარია. ზუსტად 3 საათია. რა ჭკვიანი გუგულია? როგორ მოვიქცე? დიახ, გელოდებით. მანქანა ვერ მოდის. ღამის ქარიშხლის მერე გზა წაქცეული ხეებითაა ჩახერგილი. არა დაუცილებლად უნდა წავიდე ქალაქში. იპოლიტ. კატა, ტურბოზავრებთან გავიქცეთ. გზა უნდა გავწმინდოთ. კარგი. ეს ქარიშხალი ნამდვილი სენსაციაა. კარი, ჭიქაკუხილი, ელღა, ხეები წაიქცა. ჰო, გზა ჩაიხერგა. ბებია ქალაქში ვერ მიდის. მე დასაზვერად გავფრინდები, თქვენ კი გუნდი შეკრიბეთ. გზაზე 9 ხეა წაქცეული. ერთი ძალიან დიდია, კიდევ ღრმა გუბეა. მდინარემ კი ხიდი დააზიანა. უნდა შევაკეთოთ. ბევრი სამუშაოა. თორი და ტრაკი დაგჭირდება. მათ სინავთ, წვიმა რომ დაიწყო, დაიძინეს და მათი გაღვიძება მოგვიწევს. თორ, ტრაკ. ჭექაკუხილის ხმაზეც არ გაუღვიძიათ. აბა რა გავაკეთოთ? მათ გარეშე არაფერი არ გამოგვივა. ერთი ხერხი არსებობს. თორბოზავრებო, წინ! ახლა მთელი გუნდი მზადყოფნაშია. ყველამ ერთად. თორბოზავრებო, წინ! ჯერ კიდევ სწინავთ. აი რა ხდება როცა აყენე, მაგრამ გაღვიძება და გავიწყდა. მე არ მეძინა, ჩაფიქრებული ვიყავი. ყველაფერი ნორმალურად არის, ტრაკ. კარგი, სამუშაოს შეუდგეთ. გემრიელი ფოთლები. თორ, რას აკეთებ, შეიძლება დაგვინახონ. რამდენი ხნის წინ წამოვედით სახლიდან? დიდი დრო გავიდა, ბებია ქალაქში უნდა წავიდეს. ბულ შეგიძლიათ დაუჩქაროთ. რა თქმა უნდა, თურბოზავრებო წინ, თორ. ეს ხე უნდა გადახერხო. ტრაკ, გზა გაათავისუფლე. ანგი, ზერ, ჩვენ ხიდის შესაკეთებლად მივდივართ. ჩვენ ბებიასთან უნდა წავიდეთ. დო, შეგიძლიათ ტაქსით იმუშაო. ყველაზე სწრაფი და კომფორტული ტაქსი მზად არის გემსახუროთ. ჩემთვის დაბრკოლებები არ არსებობს. ნუ გეშინიეთ. მალე გზა გათავისუფლდება. ბებია, კიდე უპილოტო ტაქსით იმგზავრო? რა თქმა უნდა. მაგრამ გზაზე როგორ გავივლი? ამ მანქანით გაივლი.
ტრაკ, ხიდის დაზიანებული საყრდენების შეცვალე. მოდიან, ტრაკ, დაიმალე. შესანიშნავად იმუშავეთ. ხიდი ისევ ახალივითაა. ო, კიდევ 100 წელი იდგება. ეი, სად მიდიხართ? ფეხბურთი ვითამაშოთ. ვერ ხედავ რომ არ ვცალია. და არაფერი არ გკითხოთ, ეს საიდუმლოა. საჯარიმო, კუდი დაუდე და კბილებით ითამაშე. ასე რა? კარგი, ძალიან შორიდან გამოვიქცევი? ძალიან შორიდან? აი, რაკეტა შევქმენით. ეს ხომ ბებიას ურიკა? იყო ურიკა, ახლა კი ეს რაკეტაა. რასაკეთებ? გაფუჭებ. მაგარია, შეიძლება გავისეირნო. არა, მხოლოდ ჩვენ ვიცით როგორ უნდა რაკეტით საირნობა. შენ არ იცი. მე მგონი უბრალოდ ზუნწები ხართ. წავიდეთ აქედან, მეგობრებო. ზუნწები არ ვართ, უბრალოდ ძალიან ფრთხილები ვართ. ახლა სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ. შესანიშნავია, ახლა ასე ვცადოთ. ტრაკ, ძალიან მძიმე ხარ, ეს სახიფათოა. დამუხრუჭე ტრაკ, წინ ჭაობია. მუხრუჭების დაყენება დაგვავიწყდა. ჭკარა, ტრაკი ჭაობში ჩავარდა. ტრაკი საფრთხეშია, ტორბოზავრებო წინ. მე მაშველი ვიქნები. არა, არ ვიქნები.
დროის დაკარგვა არ შეიძლება. ეს ხომ ჭაობია. ანკი, ტროსი გადაუგდე და ნაპირზე გამოიყვანე. ბეჭა, გაჭა, ტროსი გამოკაჩეთ და ხეზე მიაბით. გაუძელით რაკ? ახლოს ვარ. გაუჭი, გადმოაგდეთ. ჭკარა, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, თორ? შენი დახმარება გვჭირდება? ანკი, გამოკაჩე! გმადლობთ მეგობრებო, რომ იქიდან გამომიყვანეთ. ტურბოზავრები ყოველთვის მოდიან დასახმარებლად. ან მოფრინავენ. გამოდით, აქ არავინ არ არის. შეხედეთ, რკინიგზა. მოდი, ორთქმავალები ვითამაშოთ. მე ყველაზე მთავარი ვიქნები. არა, მე ვარ აქ ყველაზე მთავარი ორთქლმავალი. არა, მე ვარ მთავარი. არა, რელსებზე თამაში არ შეიძლება. სახიფათოა მატარებელმა რომ გამოიაროს. ეს გზა სად მიგვიყვანს? აქ მოგიყვანს, ოღონდ სხვა მხრიდან. დედამიწა ხომ მრგვალია. რა მაგარია, მუსიკალური საქანელა. ეს საქანელა კი არა, შლაგბაუმია. იკეტება, რადგან მატარებელი მოდის. და აქ თამაში ძალიან სახიფათოა. მატარებელი მოდის! მატარებელი! ბეჭას და კაჭას ვკითხოთ, საით მიდის რელსები. ტუტუ! იპოლი, ჩემ მატარებელი ადგილზე დადე. აშა, მოვიგე! ომ ვთქვი, მატარებლები წრეზე დადიან. რკინიგზა სხვადასხვა ქალაქს აერთიანებს. ტუტუ! მე ყველაზე სწრაფი ორთქლმავალი მყავს. ვერავინ ვერ გაუსწრებს. არა, ჩემი უფრო სწრაფია. შეხედეთ, ვიგებ. ვაშა! ხედავ, ჩემი ორთქლმავალი ყველაზე სწრაფია. არა ტრაკ, თაღლითობ. ხიდი რატომ გატეხე? ვინ თაღლითობს? ხედავ დიჭხუბეს. ტრაკ, ზერს უნდა შეურიგდე. მეგობრებო, დიდი ხიდი დაინგრა. მე არ დამიგრევია.
კლდეს დიდი ქვა მოწყდა და ხიდის საყრდენები დაანგრია. ხიდის შეკეთების დრო არ არის. რა გავაკეთოთ? ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. ოჩახ ტრაკ, სანამ შემდეგი მატარებელი გამოივლის, ხიდი უნდა აღვადგინოთ. ტრაკ, საყრდენები დააყენე. თორ, მათთვის ორმოები ამოთხარე. ანკი, ხრეში დაყარე. ტურბოზავრებო, წინ! სებ, მოდი შევრიგდეთ. რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე სწრაფი მაინც მე ვარ. ყველაზე სწრაფი. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ.